რეპორტაჟს ხადასხეობიდან სწორედ იმ ადგილიდან გავაგრძელებ, სადაც 28 მაისს ზვიათხელიძის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. მე შევეცდებით ჩვენოთ ისეთი ხადა, როგორც ძალიან უნდოდა თქვენთვის ეჩვენებინა ზვიათხელიძეს. კავკასიონის მთავარი ქედის კალთებიდან გამომდინარე მთიულეთის თეთრი არაგვი გზადაგზა გუდამაყრის შავ არაგვს, ფშავისა და ხევსურეთის არაგვის წყლებს იერთებს. მანამდე კი მას სათავეებთან არაერთი შენაკადი ერთვის, რომლებიც პატარ-პატარა ხეობებს ქმნიან. მათ შორის არის ხადას ხეობაც, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 107 კილომეტრში მდებარეობს. ნახევრად ალპური ზონა ულამაზესი ხედებითა და უდიდესი ისტორიით ნეოლითის ხანიდან ყოფილა დასახლებული. შუა საუკუნეებში ხადას ხეობა არაგვის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა. ეს რო გადიოდა საქარავნო გზა, იმას ჭირდებოდა ალბათ დაცვა და ყველაფერი. სტრატეგიული ადგილი იყო ადრე ეს. და 60 ციხეს ვინ აშენებდა ასე უბრალოდ. და 60 ციხის აშენება კიდევ უკვე ადრეულ საუკუნეებში აღარ ქონდა მის თავი, ხო? ციხეები აშენებინამდენი. ეს უკვე ადრეულია უფრო. გვიანდელი პროცესი. შეიძლება მე-12-მე-13 საუკუნე. თორე მე საქართველოს სამთავრობო დაიყო და ვიღა აშენებდა ციხეებს. ალბათ გორგასალ ესე გადავიდა. ოსეთო და ლაშქრა. იმიტომ ის გზა მაშინ არ იყო. ხადა მთიან ადგილს ნიშნავს. ბუნებრივად დაცული ხეობა ხშირად ხდებოდა ქართველი მეფეების თავშესაფარი, განსაკუთრებით მტრის შემოსევის დროს. გადმოცემის თანახმად ხეობაში 60 კოშკი ყოფილა, რომელსაც თავდაცვითი ნაგებობების ფუნქცია ჰქონდა. მე-13 საუკუნის დასაწყისში აჯანყებული დიდოელებისა და ფხოველებისგან თამარ მეფეს ხადელები იცავდნენ. ხეობის მოსახლეობა თამარის ლაშქრის იმ შემადგენლობაშიც იყო, რომლითაც თამარ მეფე აჯანყებულ ერისთავებს გაუსწორდა. მონღოლთა შემოსევის დროს კი ხადას ხეობას თავს დემეტრე თავდადებულის მემკვიდრე მეფე დავითი აფარებდა. მას შემდეგ, რაც მონღოლებმა დავით მეფის დატყვევება ვერ შეძლეს, ერთ ღამეში 20 კოშკი მიწასთან გაასწორეს. აი მთაზე ვერ აიღეს და დავითი იყო შეფარებული აი ციხე სიმაგროებას. და სამჯერ შემოესწრნენ ამ ადგილს. და ვერც ერთხელ ვერ აიღეს და ყოველთვის ეუბნებოდა რომ გიახლებით, მაგრამ აწყვიებდა. და ერთ დღეს 20 ციხე დაანგრიეს მარტო. ხარჯელი მოვიდა აქ ხადაში და მე დალაშქრაკედან ფხოვი და ის გამსახურდეს რომ აქვს მარჯვენაში. ხადაში შეიკრიბნენ ჭართელი თხავატელნიო და აქეთ გადაალახეს ეს მთები და დაესხლიქიდან გადავიდნენ ფხოვში. აჯანყებულ ერისთავებს გაუსწორდნენ. გაუსწორდნენ კოლუმკოლიძეს და მის ნაირებს. ხადას ხეობა ოდითგანვე მჭიდროდ დასახლებული ყოფილა. აქ მუდმივად 100 ოჯახი ცხოვრობდა. თუმცა დღეს ხეობის მთის კალთებზე შეფენილი პატარა სოფლები დაცარიელებულია. უკვე 10 წელია ამ ულამაზეს ხეობაში ბავშვი არ დაბადებულა. არ არის სკოლა, არც სამედიცინო პუნქტი, არც მაღაზია. ხეობის სიჩუმეს მხოლოდ ხადის წყლის, წყემსებისა და პირუტყვის ხმაური არღვევს. 53 წლის დავით ბურდულმა რამდენიმე კვირის წინ ცხვარი ხადას ხეობაში კახეთიდან გადმორეკა და სახლში დაბრუნდა. რელიგიური დღესასწაულებისთვის შეკვეთას ტელეფონით იღებს და ახლაც ათეულობით ცხვარს ქვეშეთისკენ მიერეკება. გზას ცხვართან, ცხენთან და ნაგაზებთან ერთად ფეხით გადის. უკანაც ფეხით ბრუნდება, იმისთვის რომ დაახლოებით 1300 სულ ცხვარს უპატრონოს. ძნელია ყველაფერი გენებს. მივხვდებთ ხან 4 საათზე, ხან 5 საათზე გააჩნი. ცხვარს პატრონი უნდა. ნადირია მაგრამ ანა ძალიან მაგრა და დათვით და მგელი. ახლა ზაფხულში აქ ვიცვლებით აქ ხშირად ავარ სახში. ვიცვლებით თითო კაცი ავდივართ ახლა აქ არ არის ძნელი მთებში. აქ არა ჩვენ ვიც საქალბ გაზდილები. ახეთში უფრო იქიდან უფრო ვერ მოვდივართ.
შეიძლება ერთხელ ამოხვიდე ორჯერ რა, იმიტომ რომ ზამთრის სეზონზე ძნელია ყველაფერი. ვერ გაანებებთ თავს, ეს საკონელია რომ ვერ გაანებებთ. ოქტომბრის ბოლოს ხეობამდე მისასვლელი გზები იკეტება და მხოლოდ მაისის თვეში იხსნება. დაახლოებით 12 კილომეტრიან ხეობაში ახლა მუდმივად 7 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივებისგან გავარკვიეთ, რომ ხეობაში ყველაზე ხალხმრავალი სოფელი წკერია, სადაც 4 ადამიანი ცხოვრობს. ჩვენც ამ სოფლისკენ მივდივართ. წკერიში შესვლისთანავე 53 წლის თამარ ციკლაური გვხვდება. საქონელს მწყემსავს და ახლა ცოტა ხნით სახლში დაბრუნდა. ოჯახის საქმეებიც უნდა მოასწროს. ხეობაში ტელევიზიის სტუმრობა ძალიან გაუხარდა და ჩვენთან საუბარი თხოვნით დაიწყო. ერთი პატარა ნაკვეთი რო სადმე მამცანშვილო, თქვენი დახმარებითა რომ გაიგოს მთავრობამ და როგორ მადლს გააკეთებენ, არც კი ვცნო ფული რა და იმ ერთ პატარა ნაკვეთში ან ერთი ოთახის მასალა და ან გინდა რაც გინდა ვაგონი რომ აი ზამთარში მარტო გავსულიყავ აქიდან შვილო, მარტო გავსულიყავ რომ სუიმი შიში ვაქრო ოსადმე მოვკვდე, მე ხო მიწა არ მეღისება, მე ხო უნდა ნადირმა შამჭამოს და ის რო თავდივარ აი ესე საქონელში წავალ და სადმე ერთ ჯიბეში სპიჭკა მაქვს, მეორეში გაზეთი და აბა მოასწრობი მისგან თებას თუ მეგული გამისკდება და ან მენვე წავიკიდებ ცეცხლს. საპენსიო ასაკის ჯერ არც თავად არის და არც მეუღლე. ამიტომ თავს სხვისი ძროხების მწყემსვით ირჩენს. მოწველილი რძით ყველს და ერბოს აკეთებს. ნახევარს საქონლის პატრონს აძლევს, თავის წელს კი საჭმელში ცვლის. აი ეგ ისრაელები იყვნენ მოსულები და თუ შეიძლება სახლშიაო სურათები გადავიღოთო და როგორა შეიძლება მე მოდშულ და იმ ერთსა $5 დეჩინა დეკაღალდი რაღა დაუგდია მეთქი და ვაიმე ჩემი შვილიში არ გადააგდო ბაბუ არ გადააგდო არ გადააგდო ბაბუ არ გადააგდო ხო 58 წლის ტარიელ ზაქაიძე თამარ ციკლაურის მეუღლეა. უკვე 35 წელია ერთად ცხოვრობენ. 35 წელია ცოლი ყოველდღეს აყვედურობს დალევის გამო, თუმცა ტარიელი ჩვევას ართმობს. ამბობს, რომ მისი საკეთებელი საქმე დალევის გარდა ხადასხეობაში არ მოიძებნა. მე დალევით აღარ დავლევ, იმიტომ რომ აი ვაიტა მე მოთხრა. სუნთრალია. მოთხრა მე დავლე რა პრობლემაა? ყველაფერს მე ვაკეთებ, შენ რა საკეთებ, რასა? რას ვაკეთებ? აბა რა საკეთებ? მე ბაღებს ვაკეთებ, ბაღებს. წავიდა ერთდრო და იბაღებსა. უნდა მიეხმარო და უნდა რამ გააკეთო. ტარიელ ზაქაიძისა და თამარ ციკლაურის გვერდით 81 წლის ანიჩკა ბეკაური ცხოვრობს. ორსართულიან სახლში სულ მარტოა, ხეობას გაჰყურებს და ელის შვილიშვილები როდის ესტუმრებიან. იმედი რომ გადაეწურება სახლში შედის და ქსოვას იწყებს. უკვე მე-7 ხალიჩას ქსოვს. შვილიშვილებს მზითებს უმზადებს. ცოტა ხნის წინ 53 წლის შვილი გარდაეცვალა. ახლა მის ხუთობოლზე უნდა იზრუნოს. შვილიშვილებს უკერავ ლოგინებს რა ვიცი. ეგ მიწყე მათათი ლოგინები. ერთი გოგო გავათხოვეთ ჩემი შვილიშვილი. ლოგინები შოუკერე. პატარაობიდან მიყვარდა და მაინტერესებდა. ვინ გასწავლა? არავინ არა. აბა იმას რა ცოდნა უნდა იმას ამოვლებას. ეს განაძნელია, აი რა არის, მოდი მიყურე. აღარ მოვალ. აი ეს განაძნელია. უნდა თლა უნდა მერე. აი ეს თვლით აბა მითხარი. მერე აი ახლა მას ერთნაირად ხო ვიქცო ხო უნდა ხო უზორი დაატყო. ფერებს ახამებთ ხო ეხლა? აი რა ლამაზია. ეს ტარიელი ძის წყლის პიზეთ სროტირის. ეს არის და ეგ ვეფხვირო და ისა ლომირო დაახჩონდე დაბლარაგდია დამხჩალი და ვეფხვს ვახჩობს. ანიჩკა ბებოს ბოლო პერიოდში ახალი გადაცება აქვს. ირმებისა და ყვავილების შემდეგ ახლა ხალიჩაზე ვეფხის ტყაოსნის გმირებს ახავს. ყველაფერს თავად აკეთებს. ზამთარში ძაბს რთავს, შემდეგ სხვადასხვა ფერად ღებავს და ქსოვს. მოხუცს მარტოობა ძალიან უჭირს. არ იცის რა დროა. საათიც რამდენიმე თვის წინ გაუჩერდა და მას შემდეგ ანიჩკა ბებოს სახლში 10 სულ 16 წუთი აკლია. ოქტომბერში გავხდები 82 წლის. რომელ ოქტომბერს? რომელ რიცხვში? რიცხვი არ ვიცი.
საქონელი ყავს? არა, შილოსაც შემიძლია საქონის მოვლ, ვეღარ დავდივარ, გული მაწუხებს. არაფერია, კატაიც კი არ ამყანია და ერთი კატაი მყავდეს მეთქი დაველაპარაკებოდი მაინც. მოდი შვილო, მოდი. გენაცვალოს ბაბოს, სიხარული ხარ. ბაბოს გახარება ხარ. სამეზობლოში დღეს ყველაზე ბედნიერი 80 წლის თამარ ზაქაიძეა, შვილი ესტუმრა. 11 წლის ბაჩო ბუჩუკური ზაფხულის არდადეგებზე ხადასხეობაში სოფელ მუხრანიდან ჩავიდა. ბებო ჭრელწინდებს უქსოვს, ბაჩო უყურებს და იდეებს აწვდის. გინდა ყვავილებს და ხატებს, გინდა ფრინველებს, გინდა რაღაცებს, ეგეთი რაღაც ის პატარ-პატარა ორნამენტები ეგენი შეიძლება როდესაც. ჯვარი შეიძლება? ჯვარი, მასა და ოღონდ ფეხზე არ შეიძლება ჯვარი. მაშინ ესა აი შეიძლება კაშნი მოგსოვო, ჯვარი გააკეთო. არაფერით ფოთლები გავუკეთე და ყვავილი დახარ. ხო, ეგენი კი. კარტოფილს ვეღარ თესავს, ვეღარ საქონელს უვლის. უხარია რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი სულ აქვს და თბილად არის. გადასახადებსაც მხოლოდ ზაფხულში იხდიან. ხეობაში ნოემბრიდან მაისის ჩათვლით დენი და გაზი უფასოა. წუხს რომ სოფელ წკერეში 45 კომლიდან 3-ღა დარჩა. და ხადა ისეთი იყო და ძალიან კარგი იყო და კაი ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ ის კაი ხალხი ზოგი მოკვდა, ზოგი გადასახლდნენ, შვილები წაასხეს სასწავლებლად. ხო, ამ 80 წელს მიღწეული ქალი ვარ, მაგრამ კიდე რაღაცას ფორფილობ, რომ სულ არ დავაწვე შვილებს კისერზე, იმიტომ რომ გაჭირვებულები არიან. ისინი გაჭირვებულები. ჩემში გავდივარი ვარ. დაბადების დღე როდესაც? 28 მარტში მაქვს დაბადების დღე, შვილო, როცა სამი საკვირველება მოხდა. მაშინ ხო სამი საკვირველება მოხდა 28-ში. რა მოხდა, რა მოხდა და საერთოდ ხო ნათქვამია, რომ სამი საკვირველო და ცის ბოინა ასწყდაო, ეს დედამიწა გახურდა და რაღაცა იმაში ვარ დაბადებული სასწაულს. 80 წლის გამხდარ ხარ ბებო? არა, იანგარის. 80 წლის. კი, ვიქნები. ჩემი მეუღლე იყო სოფელი. აქ ესეთი კაცები ყოფილან საერთოდ. შავდა? კი, ძალიან იმან მოკლა, თორე ჯერაც კიდე ცოცხალი იქნება. ხადასხეობასა და გუდაურს ერთი მთახყოფს. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ვინმე ხადასხეობის ტურისტული პოტენციალითაც დაინტერესდება. ხადა 40-მდე ისტორიული ძეგლით, ულამაზესი ხედებითა და სტუმართმოყვარე ხალხით ტურისტებს ელის. ხადელები მზად არიან ჩასულ სტუმრებს საკუთარ ოჯახებში უმასპინძლონ და მათივე მოყვანილი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შესთავაზონ. ყველაზე ხალხმრავალი სოფლის მცხოვრებლებს ვემშვიდობებით და ხადას ხეობის ცენტრში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან ბრუნდებით. რამდენიმე წუთში ჩვენთან ადგილობრივი მამაკაცები შეიკრიბნენ. სანამ ხადას ხეობას დავტოვებთ, სურთ რომ ზვიად თხელიძის შესანდობარი თქვან. როგორც გითხრეს, 28 მაისიდან ხეობაში გაშლილი არც ერთი სუფრა ზვიადის ხსოვნის სადღეგრძელოს გარეშე არ დასრულებულა. ხეიდან მოვდიოდი ნახდად მე ახლა და დავინახე მანქანას ვიცან დიდი ეს. უთხრათ მეურვეს რომ აბძგეს და გავიზეთ ნახოთ ეს ხალხი. აბა მოგონება უთხრათ იმ ახალგაზრდაკაც. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა და ყველას გული ეტკინათ მო. თეულიც და მთელ ამ ხეობას საერთოდ. ყველამ გავიგეთ ეს ყველაფერი და არ დავიწყება იყოს იმის. სანთელი ნაცელი. იმის აბლოს. ვინ დარჩა კიდე ღმერთ მყარად იმყოფება. მოგონება იყო ხაბა. თან სამწუხარო ამბავი მოხდა ახალგაზრდაკაცი. იღებდა კადრებს ხადაზე, ხადის ხეობაზე. სამწუხარო ამბავი უსამძიმრებთ ოჯახს, ოჯახის წევრებს. გული მოტკინა ყველას, აბა აქ ესეთი ამბავი არ მომხდარა. აი ხადისამ თავარ მოწამე წეოდეს იმის მომავალს, დამჩვ დანატოვარს. იაგებოს ნათელში იყოს. რეპორტაჟის გადაღება ხადას ხეობაში იქ დავასრულეთ საიდანაც დავიწყეთ და დავასრულეთ ასე, ზვიადისებურად.
მინდდება. მზე ხადასხეობის ბუნებრივ მცველებს მოეფარა. ჩვენ კი უკან თბილისისკენ ბრუნდებით და ხეობას ვტოვებთ. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ხეობას, რომელსაც ზვიად თხელიძის სახელი უკვე სამუდამოდ დაუკავშირდა.